საქართველოში ნიჭიერი ადამიანი სასურველი განათლების მიღების გარეშე აღარ დარჩება. ეს პირობა პრემიერ-მინისტრმა განათლების საერთაშორისო ცენტრის კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტებთან შეხვედრისას დადო. პრემიერის თქმით, სახელმწიფო გამარჯვებულთა საზღვარგარეთ სწავლას დააფინანსებს, რომლის დასრულების შემდეგაც მათ სახელმწიფო სტრუქტურებში შესაბამის სამსახურს შესთავაზებს. პროგრამის ფარგლებში 78 სტუდენტი დაფინანსდა. შესარჩევ კონკურსში კი მონაწილეობა 1000-ზე მეტმა მიიღო. განათლების საერთაშორისო ცენტრი, რომელიც პრემიერის ინიციატივით 2014 წლის მარტში შეიქმნა, მიზნად სტუდენტების საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსებას ისახავს. განათლების დასრულების შემდეგ ისინი ვალდებულები იქნებიან დაბრუნდნენ საქართველოში და 3-5 წლის მანძილზე საჯარო უწყებაში იმუშაონ. სწორედ მთავარი ასე ვთქვათ, პირობა ჩვენი მხრიდან, სახელმწიფოს მხრიდან, მთავარი მოთხოვნა გნებავთ, არის ის, რომ სახელმწიფო თქვენთან გააფორმოს ხელშეკრულებას და თქვენ აიღებთ ვალდებულებას, ასე ვთქვათ, რომ თქვენს მიიღებულ ცოდნას მოახმართ სახელმწიფოს და ქვეყანას, ჩვენს ხალხს, ხოლო ჩვენი მხრივ ვიღებთ ვალდებულებას, რომ თქვენი ცოდნის, თქვენი უნარების შესაბამის და შესაფერის სამსახურს დაგახვედრებთ სამშობლოში დაბრუნებისთანავე. ფიქრობ, რომ სახელმწიფოსგან ესეთი მხარდაჭერა ახალგაზრდა სტუდენტების რომ სწავლა გააგრძელონ უცხოეთის პრესტიჟულ უნივერსიტეტებში ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი პირადი გამოცდილებით Queen Mary's ლონდონის უნივერსიტეტში მივიღე სასწავლო დაფინანსება თავად უნივერსიტეტისგან, ხოლო პრემიერის ფონდის, ანუ საერთაშორისო განათლების ცენტრის დახმარებით შევძლებ, რომ ვიცხოვრო ინგლისში თავისუფლად, მივიღო განათლება და შემდეგ უკვე გამოვიყენო როგორც საჯარო სამსახურში, თქვა ძალიან მნიშვნელოვანი ცოდნა და გამოცდილება იქ მიღებული.